ავსტრალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად აუგრძალავს 16 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომას, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ კომპანია მეტამ უკვე დაიწყო თანდათანობით წაშლა მოზარდების ანგარიშების 13-დან 15 წლამდე მოზარდებზე არის საუბარი. მოსალოდნელია, რომ დაიბლოკება დაახლოებით 150,000-მდე Facebook ანგარიში და 350,000-მდე Instagram ანგარიში. როგორც უკვე გითხარით, გასულ თვეს კომპანია მეტამ დაიწყო მოზარდებისთვის მიწერა წერილის, რომ თანდათანობით წაშლიდა მათ ანგარიშებს და მოუწოდებდა, რომ ჩამოეწვირთათ ის პუბლიკაციები, რომელიც მათ გვერდებზე იყო გამოქვეყნებული, თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ. ის მოზარდები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არასწორ კატეგორიაში მოხვდნენ, შეუძლიათ მიწერონ კომპანია მეტას, რომ შეცდომა დაუშვეს, ეგრეთ წოდებული ვიდეო სელფი გადაიღონ, რათა დაადასტურონ თავიანთი ასაკი, ან გაუგზავნონ კონკრეტული საბუთები, სადაც დადასტურებული იქნება მათი პირადობის დამადასტურებულ დოკუმენტზე არის საუბარი. როგორც უკვე გითხარით, ოფიციალურად აკრძალვა ძალაში შედის 10 დეკემბრიდან. კომპანია მეტამ ასევე შეიმუშავა სქემა, რომ მესენჯერის გამოყენების საშუალება მოზარდებს ექნებათ, თუმცა ეს არ იქნება დაკავშირებული Facebook-თან და მათ შეეძლებათ ჰქონდეთ მესენჯერი, თუმცა არა Facebook ანგარიში. აღსანიშნავია ის, რომ ეს აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ მეტას, არამედ პლატფორმებს, როგორიც არის YouTube, პლატფორმა X, TikTok, Snapchat, Reddit, Kix და Twitch. ავსტრალიის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს არის გამართლებული გადაწყვეტილება, რადგან ასე ცდილობენ დაიცვან მოზარდები იმ ნეგატიური გავლენისგან, რომელიც მათ სოციალური ქსელების გამოყენების შემდგომ აქვთ. თუმცა ამ კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ეს შექმნის კონკრეტულ ჯგუფებს, რომლებიც იზოლირებული იქნებიან და შემდგომ შეეცდებიან ინტერნეტში მოზრდონ ისეთი პლატფორმები, რომლებიც უფრო ნაკლებად რეგულირებული არის, ვიდრე მაგალითად YouTube და კომპანია მეტა. ავსტრალია, როგორც გითხარით, არის პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთი ფორმატით აუგრძალავს 16 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელების ქონას. აღსანიშნავია ის, რომ ამ კანონპროექტს თან ახლდა კვლევა, რომელიც ჩაატარა ავსტრალიის ხელისუფლებამ. ამ კვლევის მიხედვით 96% ავსტრალიელი ბავშვების 10-დან 15 წლამდე ბავშვებზე არის საუბარი, იყენებს სოციალურ ქსელს. 10-დან 7 ბავშვი მავნებელი კონტენტის გავლენის ქვეშ ექცევა, ისეთი კონტენტის, რომელიც მათ ქალის სიძულვილს ასწავლის, უჩვენებს ძალადობის ამსახველ მასალას, ასევე კონტენტი, ანუ ისეთი ტიპის მასალა, რომელიც პროპაგანდას უწევს თვით დაზიანებას. ეს ჩანს ავსტრალიული კვლევის მიხედვით, ასევე ამ კვლევის მიხედვით 7-დან 1 ბავშვი ხდება ეგრეთ წოდებული გრუმინგის სამიზნე. გრუმინგი არის პროცესი, როდესაც დასრული ცდილობს ემოციური კავშირი დაამყაროს არასრულწლოვანთან, რათა შემდგომ დაიყოლიოს ის სექსუალურ კავშირზე და ასევე კვლევის მიხედვით გამოკითხული ბავშვების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ გამხდარან კიბერბულინგის მსხვერპლი.